გენდერის გაგების მხოლოდ ბიოლოგიურ სქესამდე დაყვანით არსებითად იცვლება ძალადობის აღქმის ფოკუსი. სახელმწიფო უარს ამბობს აღიაროს ძალადობის მრავალი ფორმა, რაც გენდერული მოტივით ხორციელდება, მაგრამ უშუალოდ ბიოლოგიურ განსხვავებებს არ ეფუძნება. ამასთან გაუქმდა გენდერული საბჭოები როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეებზე. საბჭოების ჩანაცვლება დაიწყო ქალისა და ბავშვის უფლებათა დაცვის ორგანოებით, თუმცა მხოლოდ ბიოლოგიურ სქესზე დაფუძნებული მიდგომები მომავალში აუცილებლად წამოჭრის უამრავ პრობლემას. ასევე გაუქმდა გენდერული კვოტები, რითაც ქალთა პოლიტიკური ჩართულობა იყო წახალისებული და რასაც თავის მხრივ ხელი უნდა შეეწყო იმ სოციალური საკითხების საკანონმდებლო ორგანოში პრიორიტიზირებისათვის, რასაც განსაკუთრებული ზეგავლენის მოტანა შეეძლო ქალებსა და ბავშვებს. ამ საბაზისო შეფასებისას გრევიომ ანგარიში მრავალი გარემოება საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა. თუმცა სამწუხაროდ ახლა იმ მიმართულებებით, სადაც საქართველოს წარმატებული იყო, თითქმის ყველგან გვაქვს რეგრესი. რეკომენდაციები, რომლებიც გასცა გრევიომ, სავალდებულო იყო შესასრულებლად. გრევიოს დელეგაცია მომავალ წელს 2026 წლის დასაწყისში გეგმავს საქართველოში ვიზიტს, რათა შეაფასოს, რამდენად მოხდა გრევიოს რეკომენდაციების შესრულება. რას ვახვედრებთ? არაფერს კარგს, მხოლოდ გაუარესებულ მდგომარეობას და დარწმუნებული ვარ, რომ მონიტორინგის მექანიზმი არასამთავრობო ორგანიზაციების ძლიერი მხარდაჭერის გარეშე საერთოდ ვერ შეძლებს მუშაობას. რატომ? იმიტომ რომ ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ მიაწოდონ გრევიოს ზუსტი, ობიექტური, შეულამაზებელი ინფორმაცია არსებულ ვითარებას. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამოქმედებული არის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სწორედ არასამთავრობო სექტორს გაქრობით ემუქრება და არსებობს იმისი ალბათობაც კი, რომ იმ ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობის ცოდნა დაუკრავდათ ამ საკითხებთან მიმართულებით, შეიძლება 2026 წლისათვის საერთოდ აღარ ფუნქციონირებთ. ტესტინგი ჩვენთვის ძალიან უცხო ტერმინია და იშვიათად იცის ვინმე მისი მნიშვნელობა. ეს არის შემთხვევა, როდესაც პარტნიორი ქალთან შეთანხმების გარეშე იხსნის პრეზერვატივს სქესობრივი აქტის დროს. ეს ქცევა კონვენციისეული გაგებით უნდა მივიჩნიოთ სექსუალურ ძალადობად ან გაუპატიურებად, რადგან წყვილი შეთანხმებული იყო დაცულ სექსს. სამწუხაროდ, საქართველოში გაუპატიურების ნება არ არის თანხმობის კომპონენტზე დამოკიდებული. ქმედება გაუპატიურებად, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებად ფასდება, თუ მისი ჩადენა ხდება ძალადობით, ძალადობის მუქარით, ამ მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხმობაზე დაფუძნებული მიდგომები იყოს მთავარი ასპექტი, მათ შორის გაუპატიურების განსაზღვრებაშიც. რატომ? იმიტომ რომ სრულფასოვნად უნდა იყოს მსხვერპლი დაცული არასასურველი სექსუალური კავშირისაგან. ეს არის სტამბულის კონვენციის მოთხოვნა. თანხმობაზე დაფუძნებული მიდგომა, რაც გაუპატიურების განსაზღვრებაში ნიშნავს იმას, რომ სქესობრივი აქტი ითვლება გაუპატიურებად, თუ იგი განხორციელდა თანხმობის გარეშე, განურჩევლად იმისა, არსებობდა თუ არა ძალადობა, ძალადობის მუქანა, ამ მსხვერპლის უმწეო მდგომარეობა. გაუპატიურების ამგვარ განსაზღვრებას ჯერჯერობით ვერ მივახციეთ. შესაბამისად, გაუპატიურების განსაზღვრება, რომელიც არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, იწვევს პრობლემებს და ხშირად სხვებს დაუცველს ტოვებს მოწელადის წინაშე. საქართველოში არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომლებიც ტესტინგად კლასიფიცირდება, მაგრამ ჩვენი სამართლებრივი სისტემა არ ფლობს ადეკვატურ ინსტრუმენტებს ასეთი კვალიფიკაციისათვის. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და დაცვის საერთაშორისო მექანიზმები დაინერგოს სრულად, ეფექტიანად.